გაგრძელება იგივე ადგილიდან, იგივე ლოკაციიდან, აი სერიალები რო გაწყდება და იგივე იმიდან გრძელდება ხოლმე, ჯერ გამარჯობათ. წინასწარ გეტყვი წყალი არ მოსულა, მაგიტო ზივარ აქამდენი ხანი რომ მეთქე ხო არ მოვა. გუშინდელი დამემართა. მაგრამ წყალი არ მოდის, ნუ მოდის, ცხოვრება გრძელდება. მშრალად მანა გრძელდება. ნაგავით გასატანია. შევამოწმოთ მაინც. არც შედის და არც გამოდის ჰაერი. მაგდანაც ლურჯასავით ადგა ბეცივით. რა უყო, სხვა გზა არ არის. რაც გასაკეთებელი ის გავაკეთოთ. ავიყოთ პატატინა კვერცხი და წავიდეთ ჩვენს წიწილებთან. ხორბალს უკვე სჭამენ დაძლიეს ხორბლის გადაყლაპვა. მაგრამ კვერცხს მაინც ცოტას ვაჭმავთ. დღეში ერთს ან ორს. ოღონდ პატატინას დაინახე. გამარჯობათ ბავშვებო, როგორ ახართ დედას ლამაზებო? როგორ ახართ სიხარულებო? წყალი არა გაქვთ. უწყლოდ ვერ იქნებით ცოტა ხანი შვილო ჩემოებო? მოდი იმას ცოტას ჩაგისხავთ, მართალი ამღრეულია, მაგრამ რა ამღრეული ცოტა ხანში სად აი ეგეც ახვეწარი გექნება. ვაიმე დედას ლამაზი ბატატა კუხლი. როგორ მიყვარს ეს დებილი? ჩემი ცხოვრება. სად შეიძლება თქვენ დაგაყენოთ. სულ ცოტა ოდენი ხანი. აბა კვერცხები არა გვაქვს? აქ არა გვაქვს, აქედან ავიღე გუშინ კი ბატონო, არ გვაქვს. რატო ამოხდი ჩემო ცხოვრება? რატო ამოხდი გოგო? ვაიმე როგორ მიყვარს ეს გიჟი გოგო. შენ დედას ცხოვრება ხო ხარ? შილიშილები მყავ? ვაიმე როგორ მიყვარდი? ვაიმე პატალა ბუმბულა კლუხია ეს ხარხნება. ჩაკკოცნე. აი ხო როგორ ჭამენ კვერცხს ისევ ჯერჯერობით. მოწონთ რა ქნან. პატალები არიან ჯერ და ველა ჭამენ. ერთი კვირისები არიან, მაგრამ იცი რა ზოგანან რო ნახოთ. ხორბალი გიყრიათ, ცოტა ხანი არაფერი არ გინდათ. წყალი არ მოითხოვოთ, რაც თავარია შვილი. ხა მას წყალი სჭირდება. გალუკა არ შეიძლება? გალოკა არ შეიძლება. აი აქ ყრია წყალიც არის, საჭმელიც არის, რა კარგია. ანუ ამათ არაფერი არ უნდა. გამოუშვათ ახლა ჩვენი სავირეთი. ამეზლიზნა ის რა ქვია კვერცხის გული. ყველა საქმე გავაკეთოთ რა. დაბანისა რა გითხათ, მაგრამ ალაგ-ალაგ გავილაღლაღოთ შეიძლება. აქ ამოვიღოთ. ცოტა ხორბალი ყრია, ამიტომ მარტო ქერს ამოვიღებ. და იმას გავამზადებ, რომ გამოვართ. ეს. ჯერ ამას უყრი ხოლმე, რომ არ გამოვიდნენ უაზროდ. ვის რა გინდა შენ? წყალიც დალეული გაქვს შვილო და იქითა წყლია ეყოფათ. ეს აქ დავაკონწიალოთ. უი ხა მინდა ცოცხი. პრინცესა აი ეს არის წვიმის წყალი ჩამდგარი და არა უღრი ცოცხალი თავით. საღამოთი რომ შემოდიან აქ სვავენ წყალს. აბა, ბავშვებო. დროს. ეი, წაიქცე საბუეტი.
გამოდი, გამო. მირაბატი ხარ, გამო ქალო დროზე. უაირედა. რომელიღაცას ნაადრევად გაუჩენი. დილის, აბა წადი. რაგული გამიხეთქე, ქალო უყურეთ ერთი. ადექი ალაგე დროულად ჩქარა. აბა დროზე ვინე აქეთ ვინ იქით გამოდი შედი მიდი შა აი დებილა დაბადებულები საწავიდე მოდი გამოდი იქიდან ეხა ის უნდა ცოტა ეს დავხურო შედი ქალო ხარ თუ კაცო ხარ მიდი ჩქარა ეს დასდევს ცოცხლია ქალერგია ემას აი უყურე გადი ჩებეზობელი იყო შემოსული წყალი მოვაო რაიცი წყალზეო მე ვთხარი ერთი რაც ვიცი 3 ლიტრი წყალი მაქვს რაც შეიძლება პასუხისგებლობა ავიღო წყალზე რო გითხავ 3 ლიტრი წყალი არის მაგრამ არ მოგწევი უთხრა არც იფიქრო მე უთხარი გული წაგივიდეს მაინც არ მოგასყავ რა არის ეს თავია თუ რა აქნაკე რა ხდება ხელის დაბანა ხდება წამიერად ჩვენთან თან ისე უნდა მოხდეს რომ 1 2 ცოტა ხაფი უნდა შეგრჩეს აბა ეხლა თუ გაიცალო ეგ რა არის რა პრობლემაა კაი ნამეტანი მოგივიდა ნამეტა რა კარგი არაფერსაც არ გავაკეთებ წადი მანადაც დაიცინე წყალი არა ისე კი არა და ჩუჩელი არა ის ჰაჰა ესეც ის კიდე იმაზე მაქვს მე კაი ის რომ სანამ დაწყდებოდა წინა დღისით უშუქობას დავეშურე რომ ანუ შუქი უნდა ჩაქრეს უგახსოვთ და კარგი დამაცადე ბლომად დავრე ყველაფერი დავრე ცხე შუქიც ჩაქრა წყალიც ჩაქრა ერთი გაზი გქონდა რავი ის ნახე მან დიჯდა ხოლმე ჩემი ნაცარა ეხლა ამან შეცვალა ცუქანო ჩამოეთრიე მაგედან მოდი ცუქანო ჩემი ვარდები ეხლა ფრიზლად იქნებით მამლები ყვირიან ყივიან ეს გადასაქმე ჯერჯერობით ჩემი თავი დაუბანლობას იტანს ანუ არ არის ხოიც ის რო ხოლმე გაზეთილები რო დადიან ხოლმე ეგ მომენტი არა მაქვს მაგრამ დღეს თუ არ მოვიდა 3 ლიტრი წყალიც არ გვეყოფა ეგ არის უბედურობა მე იცი რა მიშველა გუშინი რომ დავივიბანავი მე ხო ტყეშიც ვიყავით წასული დილით ვიბანავე ბაზრობაზე ვიყავით და მე ტყეში ხოდა რომ მოვედით და რომ მოვდიოდით ისე წვიმაში მოყევი ისე წვიმაში აი თავიდან ბოლომდე სულ ას ჩამოვდიოდა ზუნკლები და წვიმის წყალმა გამიფუმფულა თმები ანუ აი ბუნება მიზრუნა ჩვენზე ისე მაგ დღესაც რომ ყველა ბავშვი დამეყენებინა და გარეცხილიყო და იქნებოდა ზუსტად 10 საათია აუ ბარბარის უკვე დაწყებული ექნება გამოცდა და მაინტერესებს და რა ხდება
დაურეკო მე ჯერ კი არა, მაგრამ ერთ საათში დაურეკო. წყალი. ეხლა უნდა შევიდე მარტყოფის ჯგუფში, ვნახოთ რა ხდება მარტყოფში წყალზე თუ იწერება რამე. 9 ახალი პოსტიო, 9-დან 9 იქნება. ხახნო თუ ვინმეს ეხება მარტყოფის წყლის უქონლობა გამგეობა თუ ვინმეს რა ეხება ნომერი ჩააგდეთ ვის მიმართ თუ ხალხი გაგიჟებულია. ყველაფერს აქვს საზღვარი, გამკვირვებია კიდევ ეს ხალხი, ვინც სარწყავს ხალხური თვერ გაწეხით და ვერ გააწყეთ მინდვრები. ვინ არწყავს ხალხმა? ეხა კომენტარებში შევიდეთ. სარწყავი სისტემები არ არის მიზეზი, სულ წვიმებია და ხალხს არ ჭირდება. ეგ მართლა ეგია. მოვიდა დღეს ეღირსა ეს ქვებოთა უბანია. არაფერი ეშველება მარტყოფს წყლის მხრივ. კაიგად. უპატრონო სოფელია, ჯერა გააკეთეს ხანსაც, ყდება ხანსად, მერე ეს გააკეთეს ვინი ბლა 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 ბლა, ვაიმე, ვაი. აი, რაც წეღანათ. გასაგებია რომ რაღაც დაზიანება, მაგრამ ეს უპასუხო კითხვები რა უპატივცემულო ხო შეიძლება ვიღაცა მითავოს და ხალხს გააგებინოს. არა. აი, როგორც გავიგე გაფუჭებული არის წყლისადე, ამიტომაა შეფერხება. ალბათ მოაგვარებენ რა ამ დღეებში. ამ დღეებში ერთ 3 კვირაში. ეს არის ანუ ნომერი წერია, ეს არის ოფლის მწვნებულის ნომერი, სახელი არ ვიცი, გუშინ დაურეკე და გუშინ უნდა მოსულიყო, ასე თქვა, მაგრამ აშკარად არ მოსულა დაურეკეთ თქვენცო. ასა შერო დაურეკეყო. ლაშავრო დაურეკა ხო მოვიდა. მე მგონი მაგიტომაც არ მოდის, წყალი წყავს ყველა, სად არ წყავს, წვიმები იყო, აღარ უნდათ ეს სარწყავი. კაი რა. მოვიდაო. ანუ ერთ ადამიანს უწერია მოვიდაო რამდენი 18 საათის წინ და 16 საათის წინ უწერია მოვიდა და ეხა შეწყდაო 2 საათი იყო მორჩა გეყოფა ეს უპასუხო კითხვები სახალხის მასხარა დაგდებაო კი ბატონო ეგ ერთი ეგ არის ყველაზე ახალი პოსტი რაც და ყველაზე საშინელება კიდევ სოფელში ხა მართლა დაუნახავი იყო რაღაცეები კეთდება მით უმეტეს სკვერები ის და ეხა ნინო სადაც მიდის აპარანში ეს აპარნის სკვერი არ არის ეს არის სავარაუდოდ რაო დედას გულის სულის ვარდის უწყუნა ეს არის იქჩოში ამხუბანში სკვერი და ეხა აი აქ თითი როგორ უნდა გაიშვირო იმაზე მაგალითად რომ სემიჭკას რო დაჯდები თუნდაც იქ აპარნის სკვერზე მიდიან ბავშვი ხა ნინო მანდ მიდის ექსკურსიაზე რომ აი ესე ლაშქრობაზე რომ რაღაცას რო შეჭავდა რაღაცა ხო ბუნკერებია და იქა ალაგებ მაგრამ რატო უნდა იქ ვისელოდები რო აიღოს აიღე ხო მანქანით ახარ რა შემოცხოვრება მოდი პატარა მოხედი გარისკე იქ ხო მანქანით ახარ მისულით მოკიდე შენ ნაგავს ხელა წაიღე სახლში და გადაყარე ბუნკერი სადაც შეიძლება რომ ბუნკერში სადაც წაიღებს ის მანქანა მერე იქ ამოქიქავე ნამდვილი უპატრონო ძაღლია რაღაცა რა და როგორ არის გაშლილი და ხო რავი ძაღლი არ ამგონია დაჯდეს სემიჭკა ჭამოს და იფურთხოს აქეთ იქით ეგ კულტურა სადა გვაქვს არა თითის გაშვერა ვიცით ხო ხა რო აი ის არ არის მაგრამ გამგეობამ და მთავრობამ უნდა მგვდიოს რომ სემიჭკისები აკმიფოს და ელემენტარულ ხო გაგიკეთა ის სკვერი ხო შეიძლება დაეგდო წყნარად მშვიდად გაატარო დრო და წამოხვიდე და საღორი არ დატოვო იგივე ხდება ტყეში აი ახლა ხო ვიყავით რამდენიმე დღის წინ აი მე ციცოცხლე გაჩერდი რა ის იცი რა წყნარად იყო ხოლმე იჯდა თავის აჭყეტავდა თვალებს შენ რა მოგივიდა აი ესე იჭიქი ნახე როგორი კაკი ბავშვი არის ხალხი ტყეში ხო ვიყავით ახლა და ვერ აგიხწერთ რა ხდებოდა სანამ დავსხედით და საჭმელი შევჭამე და მწვადები და რაღაცა
მე როგორ დაიმალაღე თუ ესა უსიცხოვრო კი არა ის არის ძალიან მორცხვი არის ой მილა პატალა ხარ ბიჭო ამოყავი თავი რო ძალიან ლამაზი ხარში დედი ძალიან პატალა ლამაზი ბავშვი ხარ ტათი ხო კაი ой მე ბოთლები ეჯერადი რაღაცები კაი ეგ ვითომ რო ხმარები და მოიღეს მაგრამ არის მაინც ხალხს შემორჩენილი აქვს რაღაცა და გვაქვს იმდენი რომ დავტოვოთ დღეში იქნება მე ვიღაცას დასჭირდეს კიდე. აი ესეთი წვენის ისინი ბოთლები, ცეცხლს ვათ, ფიქარი ცეცხლის ადგილი, სადაც უნდა ცეცხლი აინთოს. ბევრ ადგილას არის და მე უნდა ჩააქრო რა თქმა უნდა რომ იხმარ, უნდა წამოიხარ ჩვენ წყალი აღარ გვქონდა იქ და დაბეღლავით ჩავაქრე. და ესე ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ცეცხლი რომ მოდი ბარე ბოთლები და ყველაფერზე დავყაროთ ეს ჩვენი ნაგავი და არ დაიწვა. ეგრევე იყო ის ნაგავი დარჩენილი. გეხვეწები ბავშვის პამპერსი რატო უნდა დააგდო ტყეში. რა უპატრონობაა მართლა. აი ხა ნაგავი მაგ გასატანი. ავიღო და აქეთ იქი დავალაგო და გავფარტო, ანუ მე რა არის ჩემი სახლი არა, ჩემია, მავისი არის ის, რომ მივდივა და დროს ვატარებ. და ბუნებაში სიწყნარში მინდა ყოფნა. ეგეც მთავრობაზე უნდა გავიშვიროთ ხელი, რომ იმან დაალაგოს. ეგ ხო კულტურა, ანუ ჯერ სანამ დავჯდებოდით, ჯერ დავალაგეთ. ბიჭებმა ლაფატკით მეშოქში ჩაყარეს ნაგავი, იმდენი იყო. და ჩვენ რო ავდექით ისიც ხო ავალაგეთ და ისიც წამოვიღეთ. ნებისმიერ ადგილას მიდით მარტყოფის ტყეში. ალბათ 60% დაგხვდება დატოვილი ნაგვით. რა პრობლემაა? რატო ვერ გავიგე ერთი იმის საშუალება გვაქვს რომ უბანში ყველგან ბუნკერები ალაგია. ყველგან გადის ნაგავი, ვერ იტყვიან რომ აი ეს თვეებით დგა და ვაი და ვუი. მაგრამ რაშიც შეგვიძლია რომ ცოცხლები ხართ? წყალი დააყოლეთ. ცოტა უღუნ. მაგაში მაგრები ვართ რომ თითი გავიშვიროთ ყველგან. და ყველგან რაღაცა სხვა დავადანაშაულოთ, მაგრამ ელემენტარული შენ რო დადგებიან იმაზე რა კიბეზე კი არა და სკამზე და მაგიდა და სამშობლოს ჩვენ ბუნებას გაუმარჯოსო და ბოთლს რო დააგდებ იქა და პამპერს. დათას უბედურობას კიდე რო დატოვებ. რატო? მე მეგობრებო დავიღალი ამ გაგანითაც წყალი მოვიდეს რა. არაფერ საქმე არა, ვერა მაქვს საქმე თუ როგორ არა მაქვს, ვერა მაქვს. აი, ბებე მტვერს ასურტი ჩავთო სხვა. ამ უთოსთან კიდე მის აღარ მინდა. მეთჩა. წაველი ხალხო, აღარ მოგაწყენთ თქვენს. რაღაცა გავაკეთო, გავტუყდე, გამოტუყდე, ესე ლოდინით არაფერი არ გამოვა. თქვენთვის არ იყოს, მართლა ავდგე და უთომა ის დავიწყო. რა არაფერი არა და 1 ნახევარი საათი საქმეა მაგასაკეთებელი. მაგრამ წავედი, კაი, სხვა გზა არ არის და ჰა. აბა, თქვენით. აბა, ჰედა, აბა, ჰო. ხალხს მე შევსულიყავი და იდო თუ არა დილანდელი ვიდეო ვნახოთ. კი ბატონო. წავედი ახლა აბა თქვენთან მოიწყიროთ. იმედია მესამე თუ მოვედი იმის იმედით მოვალო რომ წყალი მოვიდა მეთქი პირველს მაგას გეტყვით. იცი აი მესამე ვიდეო თუ დაიდო ესე იგი წყალი მოვიდა. ესე უნდა დავიწყო. გამარჯვების მაგალითად წყალი მოვიდა. დაველოდოთ იმედია ამიხდება.